ქართული ხალხური ზღაპარი წიქარა. იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა ბიჭი. დედა ადრე მოუკვდა და მამა მეორე ცოლი მოიყვანა. დედინაცვალი ერთი ავი და აშარი ქალი გამოდგა. გერს მუდამ სცემდა და ცეცხლის კალოში აყენებდა. ბიჭს ერთი ხარი ყავდა, სახელად წიქარა ერქვა. ძალიან უყვარდა. ყოველდღე მინდორში დაჰყარდა. დაბინდებამდე აძოვებდა, აბანავებდა, ჩრდილში ასვენებდა. რომ სიცხეს არ შეეწუხებინა და მისი მოვლით თვითონაც ერთობოდა. დედინაცვალი კი არ აცხრებოდა, გერის თავიდან მოშორება უნდოდა. სხვაფრივ რომ ვერას გახდა, ადგა და ერთხელ თავი მოიავად მყოფა. დაიწყო ტყუილი კვნესა და გმინვა. ქმარმა ჰკითხა, რა გიშველისო? წიქარას გულღვიძლის გარდა ვერაფერი მომარჩენსო, უთხრა ქალმა. იცოდა წიქარას დაკლა, ბიჭს დარდით დაასნეულებდა და ბოლოს მოუღებდა. მამა შეწუხდა ამ სიტყვების გაგონებაზე, მაგრამ რას იზამდა ქალი რომ ლოგინიდან აღარ ადგებოდა? გადაწყვიტა და ეკლა წიქარა. მეორე დილას ვაჟი ხედავს, მამა დანასალესავს. რად გინდა მამა, ეგ დანა? რისთვისა ლესაო? ჰკითხა ვაჟმა. წიქარა უნდა დავკლაო, უთხრა მამამ. დაღონდა ბიჭი, მაგრამ რა უნდა ექნა? წავალ, წყალს მაინც დავალევინებო, უთხრა ბიჭმა. წაიყვანა წიქარა წყალზე, ასმევს წყალსა და ტირის. ტირის ისე, რომ მისი ცრემლები წყალს ეწევიან. რა გატირებს, ჩემო მეგობარო? რაზე ითხრი თვალებს, შემოგევლოს შენი წიქარაო? ბიჭმა მიიხედა, ეგონა, მომესმაო. შეშინებული და განცვიფრებული დიდხანს გონს ვერ მოსულიყო. ბოლოს მიხვდა, რომ თავისი წიქარა ელაპარაკებოდა. დაკლას გიპირებენ, დაკლასო, მიუგო ვაჟმა. ვიცი, ჩემო მეკობარო, მაგრამ არც შენ მოგელის კარგი დღე. წადი, წამოიღე ერთი სალესავი, ერთი სავარცხელი და ერთი ბოთლი წყალი. შემაჯექი ზურგზე და გავიპაროთო. ვაჟმა მოიტანა ყველაფერი და მოვიდა. წიქარამ შეისვა ვაჟის ზურგზე და გაჰქუსლეს. მამა ელოდა და ბიჭი რომ აღარ მობრუნდა, წავიდა წყალზე. ბიჭი იქ არ დაუხდა, აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ შვილისა და წიქარას ასავალ დასავალი ვერ შეიტყო. დედინაცვალმა გერის დაკარგვა არად ჩააგდო, მაგრამ როცა ქმარმა უთხრა, წიქარაც თან წაუყვანიაო, ერთი წყეული ღორი ყავდა და ის გამოუყენა. მირბის წიქარა, მიარბენინებს პატარა მეგობარს, მისდევს ეშვებ დალესილი ღორი, ეს არის უნდა დაეწიოს რომ წიქარამ უთხრა ბიჭს. რაღაცელი მეგობარო, სიკვდილი თვალწინ გვიდგას, გადაღვარე ბოთლი წყალიო. გადაღვარა წყალი ბიჭმა, გაჩნდა საშინელი ზღვა, ღელავს ზღვა შავად, სიკვდილს უქადის ყველას, მაგრამ ღორი არ უტრკება ზვირთების ცემას და მიცურავს. სანამ ღორი ზღვას გადასცურავდა, წიქარამ და იმისმა მეგობრებმა კარგა გზა გაიარეს. ბოლოს გამოვიდა ღორიც. წიქარამ უთხრა ვაჟს. თავი მიიბრუნე აბა, მოდის თუ არაო. მიიბრუნა ბიჭმა თავი. შორს ბუზისოდენად რაღაც მორბის ან მოფრინავსო, უთხრა წიქარას. ეგ ღორიაო, მიუგო წიქარამ. მირბის წიქარა მიაქროლებს ბიჭს, მორბის ღორი, ცოტა კიდევ და დაეწევა წიქარას. გადააგდე სავარცხელიო, შესძახა ბიჭს წიქარამ. გადააგდო ბიჭმა სავარცხელი, უცებ ისეთი წვრილი და ხშირი ტყე აიყარას, შიგ-თაგვი კუც ვერ მოიბრუნებდა. სჭრა ეშვებით ღორმა ტყე სჭრა და გავიდა. მირბის წიქარა მიაქროლებს ბიჭს, კარგა გზა გაიარეს, მოიხედა ბიჭმა შორს ბუზივით ისევ რაღაცა მოჩანდა. ბუზის ტოლა რაღაცა ჩანსო, უთხრა წიქარას. ღორი მოგდევსო, მიუგო წიქარამ. ცოტა კიდევ და ღორი წიქარას დაეწევა, მაგრამ გადააგდებს ვაჟის სალესავს და აიმართება თვალუწვდენელი ყლდე, წიქარასა და ღორს შუა. სჭრის ღორი, სჭრის რაც ძალი და ღონე აქვს ყლდეში საფეხურებს და ადის ზემოთ. შუა ადგილზე რომ მივიდა ღორი, დაუსხლტა ფეხი და უფსკრულში ჩაინთქა. წაიღო ჩემიცა და თქვენი სჭირიც.
ბიჭსა და წიქარას ხსნის იმედი მოეცათ. იარეს და გავიდნენ სამშვიდობოს. წიქარამ გაიყვანა ბიჭი ერთ ტრიალ მინდორზე. იქ ერთი ალვის ხე იდგა, მისი კენწეროთ სასას წვდებოდა. შესვა ზედ, მისცა 2 სალამური, ერთი საჭირვარამო, ერთი სალხინო. და უთხრა: მე წავალ, მარტოკავივლი მინდვრად, ბალახს მოუძოვდა ვირჩენ თავს. შენ აქ იჯექი, თუ რამე გაგიჭირდეს, საჭირვარამო სალამური დაუკარი და მაშინვე აქ დავიბადები, თუ გილხინდეს, სალხინო სალამური დაუკარი, საჭმელსაც ის მოგიტანს და სასმელსაცაო. გამოეთქვა და წავიდა წიქარა. ბიჭი იჯდა ალვის ხეზე და უკრავდა სალხინო სალამურს. გაიგონა ერთმა მეცხრამა სალამურის ხმა, ძალიან მოეწონა და მიყვა ხმას. მივიდა ალვის ხესთან და ხედავს, ბიჭი სალამურს უკრავს. პეფელები კი გარშემოხვევიან, სალამურის ხმაზე თამაშობენ და ირევიან ერთმანეთში. მეცხრამას შურით აევსო თვალები და გადაწყვიტა ხელთეგდო სალამური. ჩამოდი ერთი ძირს მაჩვენე ეგ სალამური. რისგან არის გაკეთებულიო? დაუძახა ვაჟს. მაგრამ ვაჟი არ ჩამოვიდა. წიქარას ჰქონდა ნათქვამი, ალვის ხიდან არ ჩამოხვიდეო. ადგა შურიანი მეცხვარე, წავიდა ხელმწიფესთან და მოახსენა. ამად ამ ადგილას ერთი ბიჭი ძის ალვის ხეზე და ისე უკრავს სალამურს, რომ იმისი დაკვირით მთელი ქვეყანა ხარობსო. ხელმწიფემ მაშინვე დაიბარა თავისი ნაზირვეზირები და უთხრა: ან თქვენ უნდა მომგვაროთ ის ბიჭი, ან კაცი იშოვოთ იმისი მომყვანიო. ნაზირვეზირებმა ერთი მოხუცი ქალი მიიყვანეს. მე მოგგვარებთ იმ ბიჭსაო, უთხრა ხელმწიფეს დედაბერმა. ადგა დედაბერი, წაიყვანა ერთი თხა, წაიღო სადგისი და მივიდა ალვის ხესთან. ბიჭი ზის თავისთვის ალვის ხეზე და უკრავს სალამურს. დედაბერი ალვის ხის ძირში დადგა, ამოიღო სადგისი და ჩხვლეტა დაუწყო თხას. ჩხავის საწყალი თხა. ვაჟმა რომ დაინახა მოხუცი თხას აჩხავლებდა, დაუძახა: რას საშვები დედილო, რა დაჩხავლებ მაგ თხასაო? დაკლა მინდა შვილო და ვერ დამიკლავს, იმდენი სიკეთე მიყავი, ჩამოდი და დამიკალიო. ბიჭი რას მოიფიქრებდა, რომ მოხუც ღალატი ედო გულში. ჩავიდა ძირს. დედაბერმა რაღაც ჯადოთი გააბრუა და დააძინა. ასწიეს და წაიყვანეს მძინარე ბიჭი ხელმწიფის კაცებმა და ჩასვეს 9 კლიტულში. ბიჭს გამოეღვიძა, ხედავს დატყვევებულია. დაღონდა, დაიწყო ტირილი. ინატრა თავისი სალამურები, მაგრამ მისი სალამურები ალვის ხეზე ეყარნენ ოხრად დარჩენილები. ბიჭი ქანჯარასთან დაჯდა და ცას მიაცქერდა. ამ დროს 9 კლიტულს ყვავმა ჩამოუფრინა. დაინახა ვაჟმა და შესძახა: ყვავო, სად მიფრინავ? სად მიგეჩქარება? წადი შენი შვილების მზესა, მინდორში რომ ალვის ხე დგას. სედ ჩემი სალამურებია და აქ მომიტანეო. მე რომ ლეშს ავწამდი და შენ ქვებს მესროდი, აღარ გახსოვსო? უპასუხა ყვავმა და გაუდგა გზას. გააყოლა თვალი ბიჭმა და ჩამოყარა ცრემლები. გადმოიფრინა ბეხურამ. ჩიტო, შენი ბარტყების გაზრდასა, მინდორში ალვის ხეზე სალამურები დამრჩა და მომიტანეო. შენ რომ მახეს გვიგებდი და ბუდეს გვიშლიდი. ვერა, მე ვერ მოგიტან, სხვასას თხოვეო, უთხრა ბეღურამ და გასცილდა. გააყოლა იმასაც თვალი ბიჭმა და ჩამოსცვივდა ცრემლები. ბოლოს მერცხალი დაინახა ბიჭმა და შესტირა. საით მიფრინავ, მერცალო, საითკენ მიეშურები. მინდორთ რომ ალვის ხე ხარობს, ცივნი წყარონიც დიანო. პეპელეფიც იქას ხდებიან, ტურფად ჭრელ მხრებს აშლიანო. შეიყვრებიან ჩიტები, ყვავილნი შეკრბებიანო. წიქარაც იმათთან მოდის, იქ დაინახავ ღვთიანო. სალამურევიც იქ არის, უჩემოდ დალპებიანო. გაფრინდი აქ მომიტანე, ჩემო ლამაზო მხრიანო. გაფრინდა მერცხალი და მოუტანა სალამურები. დაუკრა საჭირვარამო სალამური ვაჟმა, დაუკრა და აატირა. წიქარამ გაიგონა თუ არა სალამურის ხმა, მაშინვე გაეშურა ვაჟისკენ. გააფთრებული ეცარქებით 9 კლიტულს და დაუწყო მტრვევა. 8 კარი გატეხა, მაგრამ მე-9 კარი რომ უნდა გაეტეხა,
ცალი რქა მოსწყდა. დაღონდა წიქარა. თავის რქას ისე არჩიოდა, როგორც მეგობრის ტყვეობას. ღმერთს რქა შესთხოვა. უცებ ერთი თაგვი გამოძვრა და წიქარას უთხრა. რას მომცემ რქა რომ მოგაბა? შენს ლეშს ხომ მაჭმევო? გაჭმევო, უთხრა წიქარამ. თაგმა გაუმრთელა რქა. ეცა წიქარა და შელეწა მეცხრე კარიც, შევიდა ბიჭთან, შეისვა ზურგზე მეგობარი და გაეშურა ალვის ხისაკენ. შესვა წიქარამ ბიჭი ალვის ხეზე და თავად ისევ მინდორში წავიდა. იჯდა ბიჭი ალვის ხეზე, უკრავდა სალხინოს სალამურს და ერთობოდა. უცებ წიქარა მოაგონა და ნახვა მოუნდა. დაუკრა საჭირვარამო სალამური, მაგრამ წიქარა არ გამოჩნდა. რაღაც იზავდა, წამოვიდა საძებნელად. ბევრი ეძება. ბოლოს ერთ კორდზე მკვდარი იპოლა. დაემხო ბიჭი წიქარას და ატირდა. ისე გულსაკლავად ტიროდა, რომ მისი ცოდვით ბალახნიც ტიროდნენ. აღარ ირხეოდნენ, პეპელები აღარ ფრინდავდნენ და ცრემს ღვრიდნენ. ვაიმე, ჩემო წიქარა, მოსთქვავდა ბიჭი, უშენოდ ახლა რაღა მეშველებაო. ამ დროს საიდანღაც ის თაგვი გამოძვრა, რომ წიქარას რქა გაუმრთელა. წიქარას ლეშის საჭმელად მოსულიყო თურმე. რომ დაინახა ბიკი ასე საცოდავად ტიროდა, უთხრა. რას მომცემ წიქარა რომ გაგიცოცხლო? შენს ლეშს ხომ მაჭმევო? ოღონდ კი ჩემი წიქარა გააცოცხლე და გაჭმევო, უთხრა ბიჭმა. გაიქცა თაგვი, იქვე მიკრიფ-მოკრიფი რაღაც ბალახი მოარბენინა, წიქარას წაუსვე, წამოუსვე და გააცოცხლა. მოეხვია ბიჭის ხარზე, ალერსება, თვალებს უკოცნის, წიქარაც პირს უთათუნებს ბიჭსა და ლოკავს. აბა გეყოფათ, უთხრა თაგვმა ბიჭს. მე უკვე კარგად მომშივდა. შენი სიკვდილის დროაო. გაიქცა თაგვი, მოკრიფა სასიკვდილო ბალახი, მოიტანა და ბიჭს გაუწოდა. ბიჭს არ ეთმობოდა წიქარა, მაგრამ პირობა ხომ უნდა შეესრულებინა და თავისი მეგობრისათვის მომკვდარიყო. ისო რომ ბიჭი უნდა შეეხებოდა ბალახს, რომ თაგმა უთხრა. მიპატიაბია სიკვდილი. თქვენნაირი მეგობრები ჩემ დღეში არ მინახავს. იცოცხლეთ მარადო. ბიჭი გონს ვერ მოსულიყო, რომ თაგვი გაქრა. გახარებულმა წიქარამ შეისვა თავისი მეგობარის ზურგზე, წამოიღო სალამურები, გააქროლა ბიჭი ახლა სხვა ადგილას, სხვა მახრეში, სადაც არც შურიანი მეცხვარე იყო და არც კუდიანი დედაბერი. შესვა ერთ ალვის ხეზე და მისცა სალამურები. თვითონ კი მინდორში წავიდა. ბიჭი ახლაც იმ ალვის ხეზე ზის, უკრავს სალხინოს სალამურს, თვითონაც ხარობს და მთელ ქვეყანასაც ახარებს. როცა წიქარას ნახვა მოუნდა, დაუკრავს საჭირვარამო სალამურს და წიქარაც მაშინვე იმასთან გაჩნდება ხოლმე. ქართული ხალხური ზღაპრები. გვრიტი. იყო და არა იყო რა? იყო ერთი გვრიტი. ცხოვრობდა თავისთვის ერთ ხეზე, იდგამდა ბუდეს, ჩეკდა ბარტყებს და მზრუნველადაც უვლიდა. ადრე დილიდან მზის ჩასლამდე ფრთებ ჩაუკრეფლად დაფრინავდა და შვილებს საზრდოს უზიდავდა. საღამოებით დაღლილ-დაქანცული, მაგრამ ბედნიერი, ჩამოჯდებოდა ბუდის გვერდით და მიდამოს ნელი გვრინით ატკბობდა. ერთხელაც ბარტყებისათვის საჭმლის საშოვნელად შორს მოუხდა გაფრენა და ბუდეს დიდი ხნით მოშორდა. ერთმა გლეხმა ამით ისარგებლა. ამოსხა ბუდიდან გვრიტის პაწაწინა ბარტყები და შინ წაიღვანა. დაბრუნდა გვრიტი შორეული მოგზაურობიდან და საზრდოც ჭიაღუა და მსუქანი მატლები ბლომად მოიტანა, მაგრამ სადღა არიან ბარტყები? ბუდე ცარიელი დახვდა. დაღონდა გვრიტი, ბუდის გვერდით ფრთებ ჩამოყრილი ჩამოჯდა და მწარე დატირდა. ტირილით რომ გული მოიოხა, ადგა და შვილების საძებნელად წავიდა. ცოტა გზა რომ გაიარა, წინ მამალი შემოხვდა და ჰკითხა.
გვრიტო, გვრიტო, სად მიდიხარო? შვილების საძებნელადო. მოდი მეც შენი მშველელი ვიქნებიო. ძალიან კარგიო, უთხრა გვრიტმა. მშველელი და ამხანაგი კაცს სწორედ გაჭირვების ჟამს უნდაო და გაიყოლა. წავიდნენ ორნი, წინ გვრიტი მიდის, უკან მამალი. იარეს და ახლა მახათი შემოეყარათ. გვრიტო, გვრიტო, საით გაგიწევიაო? ჰკითხა მახათმა. შვილების საძებნელადო. ეგ მამალი რაღაცად მოგდევსო? ჩემ შველელად მოდისო. მაშ მე შენი მშველელი ვიქნებიო. ძალიან კარგიო. შეუერთდა მახათიც და გაუდგნენ გზას სამნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მახათი და მამალი მისდევენ. იარეს და ახლა ფილთაქვა შემოხვდათ. გვრიტო, გვრიტო, საით გაგიწევიაო? ჰკითხა ფილთაქვამ. შვილების საძებნელადო. ეგ მახათი და მამალი რაღაცად მოგდევენო. ჩემ შველელად მოდიანო. მაშ მე შენი მშველელი ვიქნებიო. ძალიან კარგიო. შეუერთდა ფილთაქვაც და წავიდნენ ოთხნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მამალი, მახათი და ფილთაქვა მისდევენ. იარეს და ახლა ვირი შემოხვდათ. გვრიტო, გვრიტო, საით გაგიწევიაო? ჰკითხა ვირმა. შვილების საძებნელადო. ეგ მამალი, მახათი, ფილთაქვა და ვირი რაღაცად მოგდევენო. ჩემ შველელად მოდიანო. მაშ მეც შენი მშველელი ვიქნებიო. ძალიან კარგიო. შეუერთდა ვირიც და წავიდნენ ხუთნი. შუაღამისას ერთ სოფელში შევიდნენ, დაუგდეს ყური და ერთი სახლიდან პატარა გვრიტების ღუღუნი გაიგონეს. მივიდნენ სახლთან, შევიდნენ ეძოში და სოომრად მოემზადნენ. ვირი სახლის კარებთან აიტუზა, მახათი ჭუჭრუტანიდან შეძვა და ბუხრის პირას დაერწყო. გვრიტი, მამალი და ფილთაქვა ერდოდან ჩავიდნენ. მამალი ბუხრის თავზე შემოჯდა, ფილთაქვა ნაღევარდალში ჩაეფლო, ხოლო გვრიტი გალიასთან მიფრინდა და ბარტყების გამოხსნაც შეუდგა. დედის დანახვაზე ბარტყებმა ერთი ჭყიპინი და კრუში ატეხეს. ხმაურზე კაცმა გამოიღვიძა, წამოვარდა ლოგინებიდან და რომ გაეგო სიბლელეში რა ხდებოდა, ბუხართან ცეცხლის ასანთებლად მივიდა. გაჩხრიკა თუ არა ნაღევარდალი, ფილთაქვა გასკა და ნაცარი თვალებში შეეყარა. კაცი შეშინდა, უკან დაიწია და ბარძახში ახლა მახათი შეერწყო. ამ დროს მაღლიდან მამალმაც დაყვილა. კაცი შეშინდა და გულგახეთკილი გარეთ გავარდა. კარებთან ვირი დახვდა და გვერდებში ისეთი წიხლები უტყუპა, რომ სამი ყირა გადაატარა. ამასობაში გვრიტმა გალია გახსნა, გამოიყვანა თავისი ბარტყები და შეისხა ფრთებზე და გახარებულმა ბუდისაკენ გააფრინა. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქათო იქა, ფკვდრი აქა. ქართული ხალხური ზღაპრები ნაცარქექია. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ზარმაცი და მუქთამჭამელი კაცი. ცის მარე დღე კერასთან იჯდა, ხელში ჩხირი ეჭირა და ნაცარს ქექავდა. სწორედ ამიტომ ხალხმა ნაცარქექია შეარქვა. ნაცარქექიას კარგი მეოჯახე ძმები ჰყავდა. კაცო, სულ რომ ნაცარს უზიხარ, ან ჭამა არ გინდა, ან სმა, ეუბნებოდნენ ყოველდღე. ადექი, გაისარჯე, იქით მიდექ, აქეთ მოდექ და ოჯახში რამე შემოიტანე, თორემ იცოდე, ჩვენ შენი რჩენის თავი აღარა გვაქვს და სახლიდან გაგაგდებთო. მაგრამ ნაცარქექია ძმების მუქარას ერთ ყურში რომ შეუშვებდა, მეორიდან გამოუშვებდა. მობეზრდა ძმებს მისი უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან. ერთი ხბოს გუდა ნაცრით გაუტენეს და ზურგზე აღკიდეს. ხელში ჩხირი მისცეს, ჩოხის კალთაში საგზლად ჭყინტი ყველი გამოუხვიეს და გაისტუმრეს. თან გააფრთხილეს. ამ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გაშორდი, აქ არ დაგიგულოთ, თორემ ცოცხალს არ გაგიშვებთო. კარდითო, უთხრა ნაცარქექიამ, ვეცდები რაც შეიძლება შორს წავიდეო და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა ბოლოს ერთ უშველებელ მდინარეს მიადგა. შეეშინდა ნაცარქექიას წყალში გასვლისა და მდინარის პირას მხართე ძოზე წამოწვა. იქნებ ვინმემ გამოიაროს და გამიყვანოსო.
თურმე ეს მდინარეცა და ადგილიც 9-თავიანი დევის სამფლობელო ყოფილა. საღამო ხანზე მოადგა დევი გაღმანაპირიდან მდინარეს და დაუწყო მდინარეს წყალს ხრეპა. დაინახა ნაცარქექიამ და ხაფი ხმით გასძახა. ჰეი, რომელი ხარ, ახლავე აქ გამოდი, მხარზე შემისვი და გაღმა გამიყვანე, ფეხის დასველება მეზარებაო. დევს ძალიან გაუკვირდა, აქ ჩემი შიშით გოლიათებს ვერ გაუვლია და ეს ჭინჭრაქარის პატრონია, რომ ამას მიბედავსო. და გამოძახა. ვინა ხარ, რა სულიერი ხარ და მაგ თავხედობას როგორ მიბედაო? ნაცარქექია დიდი მკვეხარა და ბაქი ბუქაც იყო. შორიდან ისეთ ტრაბახს ატეხდა, რომ კაც მდგორის მდრეკავი ეგონებოდა. შემოიყარა დოინჯი და გასძახა დევს. აი შექინქლავ შენა, ერთი არ მებრალებოდე და გიჩვენებდი, ვინცა ვარ. მაგრამ იცოდე, თუ ჭყუით არ იქნები, ასეთ თავხედობას მეორედ აღარ გაპატიებ. შებრიყო და ბაბაყურო. ხაბერიკ არ გაგიგონია? ნაცარყლაპია, ჩხირით მებრძოლი. მე სწორედ ისა ვარო. არ მინდა ქვეყანა დავაქციო, თორემ მისეთი ღონე მაქვს, დედამიწას რომ ხელი მოვავლო, ზეცას შევტყორცნი და ნაცარმტვრად ვაქცეო. თუ გინდა, შევეჯიბროთე და ერთმანეთი ღონეში გამოვცადოთ. შენ მან დაიღექვა, მე აქ ავიღებ. მოვუჭიროთ ორივე მხელი და ვინც წვენი გაადინოს, გამარჯვებულიც ის იყოსო. აიღო დევმა ქვა, მოუჭირა ხელი და სულ დაფშვა, მაგრამ წვენი ვერ გამოადინა. დაიხარა ნაცარქექია, ვითომ ქვას ვიღებო. ამოიღო ჩოხის კალთაში გამოხვეული ჭყინტი ყველი. მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწურით გაადინა. გაუკვირდა დევს, ეს ვინა ყოფილაო? აბა ახლა სირბილში გამოვცადოთ ერთმანეთი, გასძახა ნაცარქექიამ. გავიქცეთ რიყეზე შენ მაქეთ, მე აქეთ და ვინც მეტ მტვერსა და კორიანტელს აადენს, ბიჯიც ის იყოს და ქუდიც იმას ეხუროსო. გაძუნძულდა დევი იკითა ნაპირზე და რიყის ქვებს სულ ხრაშახრუში დააწყებინა, მაგრამ მტკვერი ვერა და ვერა ადინა. რიყის ქვებს ან რა მტვერი აუვიდოდა. ნაცარქექიამ კი მოიხსნა ნაცრიანი გუდა, გაკუნკულდა ნაპირზე და თან ნაცარი მიმოაბნია. ისეთი მტვერი და კორიანტელი ააყენა, რომ დევმა ვეღარაფერი დაინახა. შეშინდა დევი, ეს მართლაც უძლეველი კაცი ჩანსო. თქვა გულში და გაღმა ნაპირზე გავიდა. მორჩილად ეახლა ნაცარქექიას, დაიღუნა და მხარზე შეისვა. შუა მდინარეში რომ შევიდნენ, დევმა როგორც იქნა გაუბედა და ჰკითხა. ბატონო, ხაბირიკავ ნაცრიყლაპიავ და ჩხირით მებრძოლო. ასეთი ღონის პატრონი როგორღაც მეტისმეტად მსუბუქი მეჩვენებიო. რაო? მსუბუქიო? ჰა, გადაიხარხარა ნაცარქექიამ. შენ რომ ჩემი სიმძიმის ამბავი იცოდე, მაგ სისულელეს აღარ წამოროშავდი. რა კი დედამიწას ჩემი ტარება უჭირს, ცაში ღმერთს უხილავი თოკით ვუჭერი ვარ, თორემ ჩემი სიმძიმე ქვესკნელში ჩაგიტანდაო. დევს ეჭვი შეეპარა. ამ ერთ ციცქნას ისეთი რა სიმძიმე უნდა გქონდესო. და ნაცარქექიას მოკრძალებით უთხრა. აბა აძახე ღმერთს, რომ სულ ოდნავ შეგიშვას ხელი. მინდა შენი სიმძიმე გავიგოო. ღმერთო მწყალობელო, აბა ცოტათი მოუშვი თოკი, რომ ამ ბრიყვსა და ავყიას ენა დავამოკლებინო. ასძახა ცისკენ ნაცარქექია, ჩუმად კი ამოიღო შვინდის გამხმარი ჩხირი და დევს კისერში დააჭირა. დევს ეგონა, მთელი ზეცა ზედ დამაწვაო და შეშილებულმა მართლა ქვესკნელში არ ჩამაძვრინოსო ხვეწნა დაუწყო. შენი ჭირიმე, უთხარი ღმერთს, ისევ აკწიოს, თორემ მეტის ატანა აღარ შემიძლიაო. მოაშორა ნაცარქექია ჩხირი და დევიც ისევ გაიმართა წელში. ახლა ხომ დარწმუნდი რა სიმძიმეც მქონიაო? ჰკითხა ნაცარქექიამ. მართლაც მეტისმეტად მძიმე ყოფილხარო, უპასუხა დევმა და შინ მიიპატიჟა. ნაცარქექია ტახტზე დასვა, თვითონ კერა გაახურა და ცომი მოზილა. გააკეთა ერთი უშველებელი ხმიადი, ჩადო კეცში, ცეცხლს მიუფიცხა და ნაცარქექიას უთხრა. თუ უკაცრება არ ვიყო, ამპურზე თვალი გეჭიროს, რომ არ დაიწვას, მეტყეში წავალ და ბარემ ნანადირებსაც მოვიტანო. დემი წავიდა.
ხმიაც ცალი გვერდი რომ დაიბრაცა, ნაცარცექია მიფიქრა, ახლა კი გადაბრუნების დროაო და დაუწყო საკეცით წვალება. წვალებაში კეცი წამოიქცა და ნაცარქექია ქვეშ მოიყოლა. წვალობს ნაცარქექია, აფხარკალებს ფეხებს, ხვნეშის, ოხრავს, ქშინავს, მაგრამ კეცს ძვრას ვერ უშვრება. დაიღალა და შეშინებულმა ფერიც დაკარგა. მოვიდა დევი და ნაცარქექია რომ ამ ყოფაში დაინახა, გაკვირვებულმა კითხა: რა დაგმართნიაო? რა უნდა დამმართნოდა? შეუტია ნაცარქექიამ. ცოტათი მუცელი წამომტკივდა და ცხელი კეცი დავიდევი. ახლა უკვე კარგად ვარ, მოდი და ამაცალეო. დევმა კეცი ააცალა და ნაცარქექიაც წამოდგა. ხმიადი გამოცხვა, ნანადირევიც მოხარშეს და ვახშამს შემოუსხდნენ. პურის ჭამაში დევმა ცხვირი დააცემინა და სტუმარი ჭერში შეაგდო. გულგახეთქილი ნაცარქექია თავხეს ჩაეჭიდა და ფხარკალი დაიწყო. მან რას აკეთებო? ჰკითხა დევმა. რას ვაკეთებ და აი ეს წკეპლა უნდა გამოვიღო და გვერდები აგიჭრელო. როგორ გაბედე ჩემთან ცხვირის დაცემინებაო? ღმერთო, ეს ვინა ყოფილა? გაოცდა დევი. ამოდენა თავხე მე ძლივს პოცებში ავიტანე და ეს კი წკეპლაზე ძახის და გამოძრობას უპირებსო. აქაურობას თუ არ გავეცალე, ერთხელაც იქნება რამეს მიშარებს და ცოცხალი ვეღარ გადაურჩებიო. დაჰკრა დევმა ფეხი და 900 იქით გადაიხვეწა. დევის სახლ-კარი და სიმდიდრე მთლიანად ნაცარქექიას დარჩა. წავიდა ძმებიც იქ მიიყვანა და უთხრა: ძმებო, მუხთა ხორობისათვის თქვენ სახლიდან გამაგდეთ, სულ იმას მაყვედრიდით ოჯახში არაფერი შემოგაქვსო. აი, ახლა ჩემს წილად ეს სახლ-კარი და ქონება ცხოვრება შემომაქვს. ეს ყველაფერი თქვენთვის დამითმია. ოღონდ ლუკმაპურს ნუღარ დამაყვედრით და ნურც ნაცრის ქექვას დამიშლითო. გადაულოცა ნაცარქექიამ დევის სახლი და სიმდიდრე ძმებს, თვითონ კი აიღო ჩხირი, მიუჯდა კერას და ისევ ნაცრის ქექვა დაიწყო. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქათო იქა, ფქვილი აქა. ზღაპრის დასასრული. გამოიწერეთ YouTube არხი ძილის წინ ზღაპრები. ქართული ხალხური ზღაპრები. კომბლე. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ერთ სოფელში ერთი ალალ მართალი და გამრჯე კაცი ცხოვრობდა. ერთი ძროხა ჰყავდა და საბალახოდ უშვებდა. ძროხას იმარე-მარეში ყველა ნადირი იცნობდა და პატრონის შიშით ახლოს არც ერთი არ ეკარებოდა. კაცი არხეინად იჯდა შინ, თლიდა კომბლებს და ჭერში აწყობდა. ამიტომ ხალხიც სახელად კომბლეს ეძახოდა. ერთ წელიწადს ძროხა ბერწად დარჩა. კომბლე მიფიქრა, ამ ბერწ ძროხას რა უნდა გამოვრჩე? მოდი გავყიდი და სამაგიეროდ ცხრებს ვიყიდი. სხვა თუ არაფერი, გაზაფხულზე მატყლს მაინც გავპარსავო. წაიყვანა ძროხა ბაზრობაზე და აატარ-ჩაატარა. ბერწი ძროხა რა თქმა უნდა მსუქანიც იქნებოდა და ყასპებს დანახვისთანავე თვალები ზედ დარჩათ. მაგრამ ფასის მიცემა დაენანათ და ერთმანეთში მოილაპარაკეს. მოდი ამ ტეტიას შარი მოვდოთ და თხის ფასად გავაყიდინოთო. მივიდა ერთი ყასაბი კომბლესთან და ჰკითხა: ძმობილო, რა ღირს შერითხაო? კომბლე გაბრაზდა: შეოხერო, თხას სადახედავ, ძროხააო. ყასაბმა უთხრა: თხა არისო. ძალს კომბლე, ძალს ყასაბი. ბოლოს ყასაბმა უთხრა: რა კი ჩემი არა გჯერა, აი ხალხს დაუძახოთ და ვკითხოთო. დაუძახა ყასაბმა თამის მეგობარ ყასპებს და ჰკითხა: ხალხნო, სამართალი გვიყავით, გაგვაგებინეთ, ეს თხა არის თუ ძროხაო? რა თქმა უნდა, თხა არის, ჩვენ აქ ძროხას ვერსად ვხედავთო, მიუგეს ყასპებმა. მიუბრუნდა ყასაბი კომბლეს და უთხრა: აი ძმობილო, ხომ გესმის ეს პატიოსანი ხალხი რას ამბობს? მე თუ არა, ამათ მაინც დაუჯერეო. გადაირია კომბლე, მაგრამ იმდენ ხალხთან რას გახდებოდა? ადგა და მიყიდა ძროხა თხის ფასად. გამოართვა ყასაბს ფული და უთხრა: რა კი ეს ჩემი ძროხა თხა ყოფილა,
მაშინ სამართალი ქენით და ანდაზისა არ იყოს, თხის პატრონს თხის კუდი მაინც მარგუნეთო. ჯანდაბას წაიღოს კუდიო, თქვა ყასაბმა, დაკლა ძროხა, მოსჭრა კუდის ძირში და გადაუდგო. მშვიდობაში მოგახმაროსო. წამოვიდა შენ კომბლე დაღონებული. დაჯდა კერასთან და დაუწყო კომბლებს თლა. თან გულში ყასბის ჯავრი ჰქონდა და სულ იმის ფიქრში იყო სამაგიერო როგორ გადაეხადა. ერთ დღეს კომბლემ გაიგო, ყასაბი ძლიერ ავად გამხდარაო. მაშინვე ჩაიცვა ექიმის ტანი სამოსი, გაიკეთა წვერი რომ არ ეცნოთ, ამოიფარა ჩოხის ქვეშ თავისი ძროხის კუდი და ერთი კარგი შვინდის კომბალი და წავიდა. მივიდა ყასპის სახლში და მის მოსამსახურეებს უთხრა. თქვენს ბატონს მე მოვარჩენ. ოღონდ ჩემი წამალი ძალიან ძლიერია, რომ დავალევინებ ოფლს მოადენს და ყვირილს დააწყებინებს. მიშველეთ მონკლესო. მაგრამ თქვენ არ შემოხვიდეთ და კარები არ გააღოთ, თორემ ოფლზე ნიავი დაჰკრას და უარესად გახდება, ან შეიძლება ვეღარც კი გადარჩესო. შეუშვეს მოსამსახურეებმა კომბლე ყასაბთან და კარები გარედან გადაკეტეს. მივიდა კომბლე ყასაბთან, მაჯა გაუსინჯა და უთხრა. აბა, გაიხადეო. ყასაბმა რა თქმა უნდა კომბლე ვერ იცნო, მართლა ექიმი ეგონა და მაშინვე გატიტლდა. კომბლემ გამოიღო უბიდან ძროხის კუდი და ანახვა ყასაბს და ჰკითხა. ეს რისი კუდიაო? რა თქმა უნდა ძროხისაო, მიუგო ყასაბმა. ახლა გახდა ძროხისა, შესულ ძაღლიშვილო, აბა მაშინ რა წამართვით ხისფასადო? უთხრა კომბლემ. გამოიღო შვინდის გატუსული კომბალიც და მისცხო და მისცხო გვერდებში. ყასაბმა ღრიალი გაბა, მიშველეთ მომკლესო. მაგრამ ვინ მიეშველებოდა? ბოლოს რომ ვეღან გაუძლო კომბლეს კომბალს, შეეხვეწა, ოღონდ ნუ მომკლავ და იმ ძროხის ფულს ორმაგად გადაგიხდიო. ამოიღო ოქროს ფულები სავსე ქისა და მისცა. კომბლემ მხოლოდ თავისი ძროხის საფასური აიღო, დანარჩენი უკანვე მიუგდო და წამოვიდა. იყიდა 4 ცხვარი და მირეკა შინ. მეორე დილით გაუშვა ცხრების აძოვარზე და თანა დაარიგა. თუ მგელი ან სხვა რომელიმე მტაცებელი შეგხვდათ, უთხარით კომბლესები ვართ თქო და ჩემი შიშით ახლოს ვერცერთი ვერ გაგეკარებათო. ცხრები გამოუცდელები იყვნენ. შეყვნენ საძოვარზე და სრულიად უცხო ადგილზე გავიდნენ. იქ კომბლეს არავინ იცნობდა. შემოხვდათ მელია და ჰკითხა. ცხრებო, ვისი ხართო? კომბლესიო, მიუგეს ცხრებმა. კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია, კომბლებსათლის ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასხობსო. ეგ თქვენი კომბლე რაღაც ძალიან საშიში კაცი ჩანსო, თქვა მელიამ და უკან მოუხედავად მოკურცხლა. იარეს ცხრებმა იარეს და ახლა მგელი შემოხვდათ. ცხრებო, ვისი ხართო? ვისი და კომბლესიო? ეგ კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია, კომბლებსათლის ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასხობსო. შეშინდა მგელიც, რაღაც ძალიან საშიში ჩანსო, თქვა და იმანაც უკან მოუხედავად მოკურცხლა. იარეს კიდევ ცხრებმა იარეს და ახლა დათვი შემოხვდათ. ცხრებო, ვისი ხართო? ვისი და კომბლესიო? კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია, კომბლებსათლის ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასხობსო. მე თქვენი კომბლე არ ვიცი, მშიერი ვარო, უთხრა დათმა და 4-ვე ცხვარი ცოცხლად გადაყლაპა. საღამო ხანზე უცადა კომბლემ თავის ცხრებს, უცადა და რომ აღარ დაბრუნდნენ, ჩამოიღო ერთი ყველაზე დიდი კომბალი, გაიდო მხერზე და წავიდა საძებნელად. იარა კომბლემ იარა და შემოხვდა მელია. მელიავო, ჩემი ცხრების ხომ არსად გინახავსო? კითხა კომბლემ. არა, სჯულის მადლმაო, მიუგო მელიამ. აბა კბილები დაკრიჭე და ენა გამოყო. დააკრიჭა კბილები მელიამ და ენაც გამოიღო. მაგრამ არც კბილებსა და ენაზე
სისხლის ნატამალა არ უჩანდა. კომბლემ მელიას თავი დაანება და წავიდა. იარა და ახლა მგელი შემოხვდა. ჩემი ცხვრების ხომ არ გინახავსო? კითხა მგელმა. არა, სჯულის მადლმაო, მიუგო მგელმა. აბა კბილები დაკრიჭე და ენა გამოყო. დააკრიჭა მგელმა კბილები და ენაც გამოიღო, მაგრამ არც თავიდან ენაზე სისხლი არ ეცხო და კბილებში ჩიჩია არ უჩანდა. კომბლემ მგელსაც თავი დაანება და წავიდა. იარა და ბოლოს დათვი შემოხვდა. ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავსო? კითხა კომბლემ. არა, სჯულის მადლმაო, მიუგო დათმა. აბა კბილები დაკრიჭე და ენა გამოყო. დაკრიჭა დათუმა კბილები და ენაც გამოყო. ენა სისხლიანი ჰქონდა და კბილებში ჩიჩია უჩანდა. აი შეღორმუცელა ქოფაკო, დასჭყვილა კომბლემ და მისცხო გვერდებში კომბალი წამოაყრევინა თავისი ცხვრები და იმდენი სცენა სანამ სულ არ მიამგვდარა. ნეკნებ ჩალეწილი დათვი ადგილზე დატოვა, გამოირეკა ცხვრები და შინისაკენ გამოსწინა. ეს ამბავი მთელმა სამხეცეთმა გაიგო და კომბლებს ცხვრებს შიშით ყველა განზეუვლიდა. ცხვრები თავისუფლად დაბალახობდნენ და მრავლდებოდნენ. ბოლოს ისე გამრავლდნენ, რომ თაბარი სულ თეთრად გადაპენდეს. ერთხელ იმ ხარეში ქრისტე-ღმერთმა ჩამოიარა. ნახა ეს ამდენი ცხვარი და თქვა: მოდი ერთი ამ ცხვრის პატრონს ვეწვევი და ვნახავ რა კაცია. აბა თუ ამ სიმდიდრის შესაფერი გულხვობაც აქვსო. გადაიქცა მათხოვარა ბერიკაცად, მიადგა კომბლეს და სთხოვა. უსახლკარო კაცი ვარ და ერთ ღამეს შემიფარეო. კომბლე ხელგაშლით შეეგება. მობრძანდით სტუმარი ღვთისაო. დაუკლა ცხვარი, კარგად გაამასპინწყლა და ბუმბულის ლოგიში დააძინა. მეორე დილას ადგა ქრისტე-ღმერთი და უთხრა: რა კი ასეთი კეთილი კაცი ყოფილხარ და ცხვრები და კომბლებიც ასე ძლიერ ყვარებია, მე შენ ერთ ისეთ კომბალს გაჩუქებ, რომ რასაც ეტყვი ყველაფერს აგისრულებსო. ცხვრების ნახვა თუ მოგინდება ეტყვი: კომბალ, შენსა მზესა, შენი გამომცემლის მზესა, წადი ცხვრები მომირეკე, ბატკანიც არ დააკლდესა. წავა და იმ წამს უკლებლივ მოგირეკავსო. ხოლო თუ ვინმე გაგაჯავრებს, მაშინ უთხარი: კომბალ, შენსა მზესა, შენი გამომცემლის მზესა, წადი ჯავრი ამომყარე, ნუ შეარჩენ თმას და წვერსა. და ისეთ დღეს დააყრის, რომ თავბეცი წყევლიდესო. გამოიღო იღლიიდან კომბალი და მისცა. ამ დღიდან კომბლე ცხვრების დასახედად ერთხელაც აღარ წასულა. როცა თავისი ფარების ნახვა და დათვალიერება მოუნდებოდა, აიღებდა კომბალს და ეტყოდა: კომბალ, შენსა მზესა, შენი გამომცემლის მზესა, წადი ცხვრები მომირეკე, ბატკანიც არ დააკლდესა. წავიდო და კომბალი დაუვლიდა სათავეს და ყველა ფარას უკლებლივ მიურეკავდა. კომბლე გადახედავდა, დაითვლიდა ნამაც და ისევ საძოვარზე გაუშვებდა. ცხვარი კი მრავლდებოდა. იმ ქვეყნის ხელმწიფო მეტისმეტად გულხარბი იყო და შეუბრალებელი. ვისაც კი ცოტა ქონებას დააგულებდა, შეუსევდა თავის ნაზირ ვეზირებს და წაართმევდა. ხალხი შიშით საქმეს ვეღარ აკეთებდა და არც ქონება ცხოვრებას იძენდა. გაიგო ხელმწიფომ ჩემს სამფლობელოში ერთ კაც უთვალავი ცხვარი ჰყოლიაო და მაშინვე ნაზირ ვეზირები გაგზავნა სულ ერთიანად წაართვით და მომირეკეთო. წავიდნენ ნაზირ ვეზირები, გამოირეკეს მთელი ცხვარი და მოურეკეს ხელმწიფეს. გაიგო კომბლემ ჩემი ცხვარი ჩვენს ხელმწიფეს გაურეკინიაო. აიღო ქრისტე-ღმერთის ნაჩუქარი კომბალი და წავიდა. მივიდა ხელმწიფესთან დაუკრა თავი, როგორც ხელმწიფეს ეკადრებოდა და სთხოვა: ჩემი ცხვრები დამიბრუნეო. განრისხდა ხელმწიფე: შენც ჩემი ხარ და შენი ცხვრებიც, როგორ მიბედავ ასე თოვნასო? და ვეზირებს უბრძანა: ახლავე გაატიტვლეთ 100 არგანიკარით და დილეგში ჩააგდეთო. ვინ ვისაკრის 100 არგანს ახლავე დაგანახავებთო, თქვა გულში კომბლემ და თავისი გრძნეულ კომბალს უთხრა.
კომბალ, შენ სამზესა, შენი გამომცემლის მზესა, წადი, ჯავრი ამომყარე, ნუ შეარჩინ თმას და წვერსა. და დატრიალდა კომბალი და ერთი წუთის განმავლობაში ბოროტი ხელმწიფე და მისი ნაზირ ვეზირები მკვდრები დააყარა. ხალხმა გაიგო ხარბი ხელმწიფის სიკვდილი და სიხარულით ცას ეწია. მთელი ქალაქი სასახლის ეზოში შეიკრიბა, ხელმწიფისა და მისი ვეზირების გვამები გადაყარეს და ხელმწიფედ კომბლე დააყენეს. კომბლე დღესაც ტახტზე ზის, ისევ კომბლებს და ჭერში აწყობს, მტყუანს ხარბსა და გულბოროტს დღესაც თავში უჩაჩქუნებს, ხოლო ალალ-მართალსა და გულკეთილს ყველანაირად წყალობს. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქათო იქა, ფქვილი აქა. ზღაპრის დასასრული. გამოიწერეთ YouTube არხი ძილის წინ ზღაპრები.